არქივში მოვედი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე და სხვაგან არსად არ მიმუშავია, როგორც მოვედი დაწყების დღიდან დღემდე ვემსახურები ძველ საბუთთა განყოფილებას, რომელიც ეს არის ჩემთვის მეორე ოჯახი, იმიტომ რომ უძვირფასეს საქმეს ვემსახურები, ჩემთვის საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და გარდა იმისა, რომ მეცნიერულ დონეზე ძალიან ბევრი რამე კეთდება განყოფილებაში, ჩვენი უპირველესი მოვალეობა ამ საბუთების მოვლა და ზრუნვა მასზე, რომ ის რამაც დღემდე მოაღწია ჩვენამდე, კიდევ საუკუნეებს გაუწვოს და ჩვენ მომავალ თაობებსაც გქონდეთ საშუალება იხილონ ის დოკუმენტები, რომლებაც ჩვენი ისტორია დაწერეს. ეროვნულ არქივში ყველაზე ძველი დოკუმენტი გახლავთ ანბანდიტი, ეს გახლავთ სახარება მე-9 საუკუნის, რომელიც შესრულებულია 100 მთავრულით და ანბანდიტი იმიტომ ეწოდება, რომ იგი დიდი ასოებით არის შესრულებული და 2 სვეტად არის გადაწერილი. ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება უძველესი დოკუმენტები მოყოლებული მე-9 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ბოლომდე. საბუთებში ყველაზე უძველესი გახლავთ გიორგი მეურის 1072 წლის შეწირულების სიგელი, რომელიც შიომღვიმს შესწირა ქართლის სოფლები. მხოლოდ ნაწყვეტი გვაქვს შემონახული, მაგრამ ეს არის უდიდესი შენაძენი საისტორიო არქივისთვის, ვინაიდან ამ სახის დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია გეოგრაფიული სოფლები ჩამოთვლილი და შეწირა შიომღვიმს 40-მდე სოფელი და ეს სოფლები დასახელება დღეს თითქმის შემორჩენილი არ არის. ამიტომ გარდა იმისა, რომ იგი მნიშვნელოვანია როგორც უძველესი დოკუმენტი, ასევე განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ არის შემორჩენილი გეოგრაფიული ტოპონიმიკა ისეთი სახით, როგორიცაც იყო მე-11 საუკუნეში.